კუთხას მშენებლებისგან. Eagle Hills-მა საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს. 20-ზე მეტი ქვეყანა და 3 ლოკაცია საქართველოში. Თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მთელ მსოფლიოში. ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს. რა შენდება მტკვრის სანაპიროზე და რას ამბობს MR ჯგუფის დამფუძნებელი. ლუქსემბურგი, როგორ დასრულდა ვიზებით შანტაჟი. დაინახა ყველამ ძალიან კარგად, რომ ის მიმართულება, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ნაცვლად ვიზების გაუქმება ზოგიერთი ჯგუფებისთვის. ძალიან კარგად ნახეს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, რომ შანტაჟს ნამდვილად არ ვეყურდებარებით, ხო? ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა. საქართველოს დასჯის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ევროკავშირში ერთსულოვნება არ არის. თავისი ფეხით ციხეში. ის ციხის ყველაზე იზოლირებულ და დაცულ ნაწილში სამარტოო საკანში იქნება, რათა მოსალოდნელი სირთულეები და საფრთხეები ავიცილოთ თავიდან. ლიბიის საქმეზე მსჯავრდებული საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი 5 წლიან სასჯელს პარიზის საპატიმროში მოიხდის. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს უკვე მიუმართეთ. 70 წლის ნიკოლა სარკოზის გამომშვიდობება ოჯახთან და კარლა ბრუნის კოცნა სამარტოო საკანში შესვლის წინ. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 21 ოქტომბერია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ბურჯ-ხალიფა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 205 სართულით 20 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით 90-ზე მეტი სასტუმრო, მათ შორის მანდარინ ორიენტალი. MR ჯგუფმა საქართველოში 6 მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. გონიოს იახტები და 2 ლოკაცია თბილისში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე. ეს ჩვენი ნდობის დასტურია საქართველოს მიმართ. ჩვენ გვჯერა ამ ქვეყნის და მისი პოტენციალის, რომ გახდება რეგიონის ახალი ცენტრი. ადგილი, სადაც სიცოცხლის ძალა, ადამიანები და სიცოცხლე ერთმანეთს ერწყმის. ეს უწერია საკუთარ ვებგვერდზე არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს დეველოპერულ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი ყველაზე გავლენიანი არაბი ლიდერების ხუთეულში შედის. ხორვატია, ბაჰრეინი, იორდანია, ლატვია, მაროკო, სერბეთი, ალბანეთი და ახლა უკვე საქართველოს გონიოში ხელოვნური ყურის შექმნა იახტ კლუბით, მაღალი კლასის სასტუმროებით და საცხოვრებელი სახლებით, ასევე ახალი უბნის განაშენიანება თბილისში, ქრწანისა და ფონიჭალაში. დიდი მადლობა გაფასებთ წამდე აცხადებს ალაბარი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ინვესტიციით საქართველოში 50,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. შვილიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად ჩამოსული არაბი ბიზნესმენი პირობას დებს, რომ საქართველოში გამორჩეულ ურბანულ პროექტებს შექმნის, რომლებიც დამატებით 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციების გენერირებას და რამდენიმე ასეული ათასი ვიზიტორის მოზიდვას შეუწყობს ხელს საქართველოში. ზღვის სანაპიროზე 260 ჰექტარზე გაშლილი კეთილმოწყობილი სივრცე, იახტ კლუბი, ბრენდირებული რეზიდენციები, სასტუმროები, კომერციული ფართები, რეკრეაციული პარკები. პროექტი, რომელიც აძლიერებს რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას და ხელს უწყობს ბათუმის იახტ ჰაბად ჩამოყალიბებას. გონიო იახტ მარინა ერთ-ერთია იმ მეგაპროექტებში, რომლებსაც მრავალფუნქციური დანიშნულების ურბანული დეველოპერი Eagle Hills-ი განახორციელებს. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი უცხოური ინვესტიციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ყველა დაინტერესებული პირი დღეიდან Eagle Hills-ის საქართველოს ოფისში შეძლებს. საპრეზენტაციო ცენტრი პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და Eagle Hills Properties დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა გახსნეს. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. განსაკუთრებით სასიხარულო, რომ ამ გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს. თბილისში, ქრწანეში 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი, 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს
ახალი მარგალიტი, პრემიუმ კლასის კურორტი, სადაც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს პროექტები პირველ სკოლისა ნიშნავს ათასობით ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე მოგვიანებით ოპერირების ეტაპზე. ამასთანავე ეს არის ახალი შეასრულებები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა უპრეცედენტოა 6.5 მილიარდი დოლარი, თუმცა MR ჯგუფის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ინვესტიციის არაპირდაპირი ეფექტის გზით გაცილებით მეტის, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის გენერირება მოხდება. მოჰამედ ალაბარის თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით გასაოცარ შედეგებს აღწევს. ვამაყობთ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობით, ძალიან სწორ ადგილას და სწორ დროს ვიწყებთ მუშაობას. უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როგორც შეიძლება 8, 9, თუნდაც 7%-ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში. ეკონომიკური მაჩვენებელი მაქვს მხედველობაში. წარმატება ამ სფეროში იოლი ნამდვილად არ არის. 40 წლიანი გამოცდილება მაქვს და ყოველდღე ბრძოლაა ჩემთვის ეკონომიკური წინსვლა. თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მსოფლიოში. ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს. ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ თქვენ და თქვენი გუნდი. ამ ტემპით, ამ მასშტაბით, აშკარად კარგი პოლიტიკაა, რომელიც მუშაობს. ეს ჩვენთვის ინვესტორებისთვის გადამწყვეტია. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ეს არის ჩვენი პირველი წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ასეთი პროექტები კეთდება ადგილობრივი კონტრაქტორების, დიზაინერების, მშენებლების წყალობით და ამას აქვს დომინოს ეფექტი ეკონომიკაში. 50,000 სამუშაო ადგილი მაინც შეიქმნება ამ ინიციატივის ფარგლებში. ეს არის 6.5 მილიარდი დოლარი, რომლის არაპირდაპირი ეფექტი ძალიან დიდია. მთელი ჩვენი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი. თქვენ გვექცევით არა როგორც ინვესტორს, არამედ გვექცევით როგორც ოჯახის წევრს. არაბული ინვესტიციით კიდევ ერთი მსხვილი პროექტი თბილისში განხორციელდება. 600 ჰექტარ ფართობზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსები, სასტუმროები და რეკრეაციული სივრცეები მოიწყობა. ამბიციური მიზანი არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობით, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაა. ეს პროექტი იქნება დიდი ხელშემწყობი დასაქმების. შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ეს იქნება 2 ახალი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი თბილისში, ისევე როგორც ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოში, რომელიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას, რომელიც გაერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ქუჩებს და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმის პროექტში ასევე მოეწყობა იახტების ნავმისადგომი. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთული გზა გამოიარა ერთის მხრივ, იყო საკმაოდ რთული და კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის COVID პანდემიის შემდგომ, ისევე როგორც COVID პანდემიის შემდგომ რეგიონში ომი, თუმცა ჩვენმა ქვეყნის ეკონომიკამ ანახა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე როგორც სიცოცხლის უნარიანობა და ის ძალიან სწორი პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ საქართველო ნამდვილად ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის კუთხით. 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციით საქართველოში განსახორციელებელი ორივე პროექტი ხელშეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად 350,000-ზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის გენერირებას და 30,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. როგორ მოქმედებს ამ დროს საქართველოს მიმართ ევროკავშირი და რა გზებით ცდილობს გავლენის მოხდენას თბილისზე ბრიუსელი? ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად მხოლოდ მუქ არა ესმით აშნებენ სანქციები და ვიზების გაუქმებით, თუმცა სჭირდებათ 27 წევრი სახელმწიფოს დახმობა, რაც დღემდე მიღწეული არ არის. თვეებია ქვეყნების ერთი ნაწილი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს სხვა ევროპულ სახელმწიფოებზე, რათა კონსენსუსი შედგეს და საქართველოს ვეღარ ისარგებლოს ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციით. მას შემდეგ, რაც საკითხი დაიბლოკა ბრიუსელმა ოვიზო რეჟიმის შეჩერების წესით
პროცესი გაამარტივა. ამის შემდეგ შეიკრიბნენ ლუქსემბურგში, თუმცა ევროკავშირში ერთსულოვნება ისევ არ არის. როგორ დასრულდა ვიზებით შანტაჟი? უვიზო მიმოსვლის შეჩერების ნაცვლად ამჯერად დაანონსდა ვიზების გაუქმება ზოგიერთი ჯგუფისთვის. ევროკავშირი დაყოფილია საქართველოს დასჯის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. რამდენად კარგად იცნობს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს თბილისში ფიქრობენ, რომ ბრიუსელმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომები, რადგან საქართველო ისევ ასჭირდება ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი. მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღეს. ლუქსემბურგის შეხვედრაზე სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა დააყენეს, თუმცა წევრი სახელმწიფოები ვერც ერთზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იმ კონკრეტული ქვეყნების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ორმხრივი სარგებლიდან გამომდინარე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას ზოგადად ბრიუსელიც შეიცვლის. მე მინდა ყველა შესაბამის ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის, ფიქრობ, ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ნახოთ, თუ მოხერხდება ევროკავშირის მასშტაბით პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ორმხრივად საინტერესო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილებოდა, ლუქსემბურგშიც უშედეგოდ დასრულდა. ისევე როგორც მანამდე ბრიუსელში. თუმცა შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები ძალაში ნოემბერში შევა, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს კონკრეტულ ჯგუფებს უვიზო რეჟიმი გააუქმოს. ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რადგან საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების იდეას საკმარისი მხარდამჭერები არ ჰყავს, ბრიუსელი ახალ გზებს ეძებს, რომ საკითხი კვლავ შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. მაკა ბოჭორიშვილმა ღამის კურიერში ისაუბრა იმაზეც, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მიზანი გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის მსგავსი სანქციები უკვე მოქმედებს. ჩემთვის გაუგებარია რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ ესენი, ეს ერთი, მეორე ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება. თუმცა, მოდით ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. რამდენად ეფექტიანია ხა ეს შეუძლიათ თავიანთი მიზნების მისაღწევად თავად გაზომონ, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ან ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ხელისუფლებისგან განსხვავებით მათი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. პოზიტიური მოლოდინები ვერ გვექნება, მუდმივად ხონდა ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან საუბარი, მაგრამ რაც ჩანს და რაც ზედაპირზეა, ისინი უფრო მეტად განიხილავენ ოფციას, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ადამიანების ჩას. გონია, რომ კავას განცხადება ეხება გლობალურად ზოგადად ამ პრობლემის გადაჭრის გზას, რასაც ქვია გარკვეული ახალი რეგლამენტაცია სავიზო რეჟიმის კონტროლის ნაწილში. არ მგონია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯელობდნენ მხოლოდ ქართული ოცნების კონტექსტში. უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გააქტიურებული დისკუსია ქართული ოცნების შეფასებით სანქციებით შანტაჟის გაგრძელება, რომელსაც მორიგ უშედეგო მცდელობას უწოდებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატებისგან არც მსგავსი ინიციატივები უკვირთ და არც მათი დუმილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე. დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა და ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც სამწუხაროდ ხედავთ ჩვენ დღევანდელი ბრიუსელის რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ შეჩერების თემა ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით, ხო? ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თემაზე. ყველამ უკვე კარგად იცის თუ რატომ არის რიტორიკა ამგვარი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეორე ფრონტზე ვთქვით უარი. არ მოგვისმენია არანაირი დაგმობა იმ ძალადობრივი ქმედებების, შეუძლიათ გააგრძელონ იგივე რიტორიკით საუბარი, შეუძლიათ აღასრულონ კიდევაც რაღაცა ახალი ჩანაფიქრი, რაც გააჟღერა კაია კალასმა, რომ კონკრეტული ჯგუფები დასანქცირდებიანო. ჩვენ საქმე დავამტკიცეთ, რომ არანაირი
არანაირი შიში არ გვაქვს. ლუქსემბურგის მინისტრთა საბჭო მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციაზე არ მსჯელობდა. ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზეც. ხელისუფლებამ უნდა მოусმინოს ქართველ ხალხს. ეს მოწოდება ჰქონდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის გაფართოების კომისარს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის ნების მისაკუთრება უწოდა. სპიკერის განცხადებით ბრიუსელის მაღალჩინოსნები ამ ტერმინში უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს და მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გულისხმობენ, რომლებიც საქართველოს მთავრობას სწორედ ევროპის დემოკრატიისა და დასავლეთის სახელით ესხმიან თავს. შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ვინმეს უნდა გაიგოს რეალურად რა სურს ქართველ ხალხს, თვალი უნდა გადაავლოს არჩევნების შედეგებს 2012 წლიდან დღემდე. რამდენად უწყობენ ხელს ბრიუსელთან ურთიერთობების გაუმჯობესებას საქართველოში აკრედიტებული ევროპელი ელჩები, ყველა არა განსაკუთრებით აქტიურობს რამდენიმე დიპლომატი. ნაწილი მუდმივად ხაზია ოპოზიციასთან, მხარს უჭერს ქუჩის აქციის აქტივისტებს, კი რას უხდის ოპოზიციის ლიდერს მის სახლში ცხოვრებისთვის ან გამამხნევებელ წერილს წერს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის დაკავებულ პირს. მაშინ, როდესაც არ დაუგმიათ არც ძალადობრივი აქციები და არც შტურმის მიტანა პრეზიდენტის სასახლეზე. მისამართი სასჯელ აღსრულების დაწესებულება ნომერი 8 გლდანის მასივი. გამოქვეყნდა ზვია ცეცხლაძის ციხიდან გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის საელჩოს პასუხი. პოლ ჰერჩინსკის მოადგილე ზანე რუნგულ წერს, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლი და რეპრესიები. დიპლომატიურმა მისიამ პატივი დასდო და ანგარიში ჩააბარა აქტივისტს, რომელიც დაკავებამდე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეო გააკვეთილებით ასწავლიდა სხვა აქტივისტებს, როგორ უნდა დააპირისპირებოდნენ სპეცრას, მოეწყოთ ბარიკადები და დაეზიანებინათ სათვალთვალო კამერები, თუმცა ეს არც ოპოზიციას აინტერესებს და არც ევროკავშირის ელჩის ოფისს. ციხეში გაგზავნილი წერილი ქართული ოცნებისთვის რადიკალიზმის წახალისებაა. თბილისი ბრიუსელს კვლავ ადანაშაულებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. ჭავჭავაძის 64-დან გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში წერილი მსჯავრდებულ ზვია ცეცხლაძის სახელზე 29 სექტემბერს თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ოფისმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდები დაკავებულ და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის გასამართლებულ ცეცხლაძეს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. დიპლომატიური სამსახური აქტივისტის დაფუძნებული ორგანიზაციის დაფიონის მიერ გავრცელებული წერილით აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. ევროკავშირის დელეგაცია პარტნიორ საელჩოებთან ერთად ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ევროკავშირის საელჩოს ექსტრემიზმის დაფინანსებასა და მის წახალისებაში ადანაშაულებს ქართული ოცნება. სახელისუფლებო გუნდმა დღეს ევროპელ ბიუროკრატებს შეახსენა, რომ სწორედ ცეცხლაძე გეგმავდა ქვეყანაში მაიდნის სცენარის გამეორებას, აორგანიზებდა ძალადობრივ აქციებს, თავდასხმებს სამართალდამცველებზე და შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე. ნახეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შემდეგ ნახეთ, აი ხო ვინც ამ განცხადებას აკეთებს, მათი წარმომადგენლების მხრიდან აქ ამ ყველაფრის რომანტიზება. მცდელობა ჰქონდათ დაეწვათ ეს შენობა. შემდეგ მცდელობა ჰქონდათ ასევე ესე ვთქვათ დაეწვათ პოლიციელები. ერთ განცხადებასაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ყველა ის ექსტრემისტი, რომელიც აქ ჩართული იყო, ისინი ნათლავდნენ გმირად. ზვია ცეცხლაძის მაიდნის სცენარი ბარიკადების აღმართვას სამართალდამცველებზე თავდასხმას და ქვებით იერიშებს ითვალისწინებდა. ვიდეო ინსტრუქცია აქტივისტმა დაკავებამდე 5 დღით ადრე გასცა და აქციის მონაწილეებს მიუთითა, რომ დაემზადებინათ ფარები, წყობიდან გამოიყვანათ ვიდეო კამერები. აქციაზე წაეღოთ ლურსმნები, დიდი ზომის პიროტექნიკა და ქვები, ის რაც თავდასხმისთვის ყველაზე ეფექტური იქნებოდა. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია მაიდანზე მოხდა, თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში. კონკრეტული ლოგო უნდა ავიღოთ და გავამაგროთ წინასწარ. იქ უკვე ბარიკადები არსებობდა. აუცილებლად უნდა ეთოს კოცონი, სასურველი იქნება, რა თქმა უნდა, მავთუხლართები. წინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეკლიანი, ლურსმნიანი დაყრილი იმისთვის, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოვება. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის, როდესაც თავდასხმაზე გამოდიან ერთადერთი ვარიანტი არის ქვები. ცეცხლაძის სცენარს კარგად იცნობენ ოპოზიციაში, თუმცა დღეს უკვე აღარ სურთ საუბარი მის როლზე ნოემბერ-დეკემბრის ძალადობრივ მოვლენებში. ზვია ცეცხლაძის როლი რა არის აქციებში არ ვიცით. შეიძლება თუ არა ეს წერილი აღვიქვათ რაღაც შიდა ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა. უბრალოდ არასერიოზულია. ცეცხლაძე არის ძალიან კარგი ვაჟკაცი ადამიანი. იმის იქით რაც არ ვიცი, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.
ხელისუფლება კი ევროკავშირის ელჩის ოფისის ქმედებას ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს და ამბობს, რომ რევოლუციური გეგმების მხარდაჭერით ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს. ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა პირდაპირ ხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს, სამწუხაროდ ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესს. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. ეს არის შიდა საქმეებში ჩარევის კლასიკური მაგალითი. აბსოლუტურად ყველაზე არსებობს ტკისებულებების ძალიან მაღალი სტანდარტი და როდესაც ევროკავშირი კვლავ აგრძელებს იგივე ნაბიჯების გადადგმას, ეს რა თქმა უნდა პირდაპირაც ირიბადთან ახალისებს რა თქმა უნდა ძალადობას. ზვია ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. საქმის მასალების თანახმად სამართალდამცველებმა ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გამოსაყენებლად გამზადებული ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები, საღებავიანი კვერცხები, აირწინაღები, საწვიმრები და პირბადეები. ნოემბერ-დეკემბრისა და აპრილი-მაისის აქციების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს სასამართლომ სასჯელი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით განუსაზღვრა და 2 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ორ დღეში დაკავებული 14 აქტივისტი და 3 დღეში გამოვლენილი 53 კანონდარღვევის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაპატიმრებულთა შორის ერთ-ერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრშია გადაყვანილი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ნაწილს შენიღებული აქვს სახე, რაც კანონდარღვევა და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ რამდენიმე დემონსტრანტი ცნობს სამართალდარღვევად. დაკავებულთა ნაწილს 14 დღიანი, ნაწილს 8, 9 და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით კურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან. მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღებული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილიდნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილი იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამცველია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. პარიზის ანტესაბანს საპატიმრო საკუთარი ფეხით ციხეში კარლა ბრუნის გამოსამშვიდობებელი კოცნის შემდეგ ნიკოლა სარკოზის 5 წლიანი პატიმრობის ვადისათულად დაიწყო. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, რომელსაც ბრალად ედება ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის ფულით საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, ციხეში მომხდარი ფაქტიდან 18 წლის შემდეგ გაუშვეს. საუბარია მილიონი ევროს კორუფციულ სქემაზე. 70 წლის სარკოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, საკანში ამაყი და თავაწეული შედის. ნიკოლა სარკოზის საკანი სამარტოა უსაფრთხოებიდან გამომდინარე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სხვა პატიმრებთან შეხება არ ექნება და უფლებას მისცემენ დღეში 2-ჯერ გაისერნოს ციხის ეზოში. აქვს შხაპი და ტელეფონი, რომლითაც სარგებლობა ფასიანია. ექს-პრეზიდენტს თვეში 14 ევროს საფასურად ტელევიზორის ყურების უფლებაც მისცეს. ციხეში წაიღო 3 წიგნი, მათ შორის დიუმას გრაფ მონტე-კრისტო და იმედი აქვს, რომ საკანს დროზე ადრე დატოვებს. პარიზის სასამართლოს მიერ სექტემბერში გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. პარიზი 9 საათი და 10 წუთი. პიერ გერენისა და სორსის ქუჩების კვეთა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან ერთად გამოდის. ხელსართმევს პოლიციის ოფიცრებს. ესალმება მხარდასაჭერად მისულ ასობით ადამიანს. ემშვიდობება მეუღლეს და ავტომობილში ჯდება. პარიზის მე-16 უბანში ასობით ადამიანი ნიკოლა სარკოზის ვაჟების.
ლუის, ჟანის და პიერის მოწოდების შემდეგ შეიკრიბა. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები მისი სახლის მიმდებარედ საფრანგეთის ჰიმნს მარსელიეზას მღეროდნენ, სკანდირებდნენ ლოზუნგებს და ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს აკრიტიკებდნენ. ნიკოლა სარკოზი კრიმინალი არ არის, თუმცა ახლა მას ციხეში სწორედ ამ სტატუსით აგზავნიან. ვაპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მართლმსაჯულებას ხელისუფლება მართავს. ეს არ არის საფრანგეთისთვის კარგი. დაბურული მინებით სედანის მარკის შავი ავტომობილი სახელმწიფო კორტეჟის თანხლებით მონპარნასის რაიონში მდებარე სანტეს ციხეში დილის 9 საათსა და 43 წუთზე მივიდა. პენიტენციური დაწესებულების ეზოში ყოფილ პრეზიდენტს პატიმრების შეძახილებით დახვდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო სარკოზი. სარკოზი აქ არის, ისმოდა შენობის ფანჯრებიდან. თავად პატიმარმა განაჩენის შესახებ Le Figaro-სთან ისაუბრა. გადაწყვეტილებას სასამართლოს შეცდომა და პოლიტიკური შურისძიება უწოდა. ინტერვიუში სარკოზიმ თქვა, რომ სასჯელის ვადას ავტობიოგრაფიული რომანის დასაწერად გამოიყენებს და ციხეში თან წაიღებს 3 წიგნს. ალექსანდრ დიუმას გრაფი მონტე-კრისტოს 2 ტომს და ჟან კრისტიან პეტიფილსის იესოს. ამ დილით ციხეში არა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, არამედ უდანაშაულო ადამიანი ხვდება. ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესი დაიწყო დოკუმენტის საფუძველზე, რომლის სიყალბე უკვე დადგენილია. ამ დილით საფრანგეთის გამო მე ღრმად კივილს ვგრძნობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, თუმცა ამის ფასი დამანგრეველი იქნება. უკვე ცნობილია, რომ ციხეში ნიკოლა სარკოზის მეზობლები ნარკომოვაჭრეები და ტერორიზმში ბრალდებული პირები იქნებიან. ამ მიზეზით მას სრულ იზოლაციაში მოათავსებენ. ყოფილმა პრეზიდენტმა საპატიმრო ადმინისტრაციის რეკომენდაციებიც მიიღო. ურჩიეს პირად ნივთებთან ერთად ჰქონდეს ყურის საცობები, რადგან ღამით ხშირად ისმის ყვირილი და ხმაური. ის სპეციალურ რეჟიმს დაექვემდებარება, სამარტოო საკანში იქნება. დღეში 2 ჯერ შეძლებს გასეირნებას. ბატონი სარკოზი განთავსდება ციხის ყველაზე იზოლირებულ და დაცულ ნაწილში, იმისთვის რომ სირთულეები ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა განსაკუთრებით იმ მუდმივი საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც ბატონ სარკოზის ემუქრება. ადმინისტრაციული პროცედურების შემდეგ 5 წლიანი საპატიმრო ვადის მოხდას ნიკოლა სარკოზი 9 მეტრი ფართობის სამარტოო საკანში დაიწყებს. პატიმარს უფლება აქვს სადენიანი ტელეფონით დარეკოს კონკრეტულ ნომრებზე, უყუროს ტელევიზორს. ოთახშია კარადა, საწოლი, სამუშაო მაგიდა და სკამი. ფანჯარას რკინის გისოსი აქვს. ინდივიდუალურია საშხაპე სივრცე და სანიტარული კვანძი. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება. უკვე შეტანილია სააპელაციო სარჩელიც, რომლის განსახილველად და განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ზედა ინსტანციას 1 თვე აქვს. მოცემულ მომენტში ნიკოლა სარკოზის გათავისუფლების მოთხოვნა უკვე წარდგენილია. არაფერი ამართლებს პატიმრობის პირველ საათსაც კი. ციხეში ის მინიმუმ 3 კვირა ან 1 თვე დარჩება, რადგან სააპელაციო სასამართლოს გათავისუფლების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად 2 თვე აქვს, ხოლო პარიზის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის საშუალო დრო 1 თვეა. ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებას დუმილით გამოეხმაურა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი. ფრანგული მედია წერს, რომ ემანუელ მაკრონმა მას პატიმრობამდე რამდენიმე დღით ადრე ელისეის სასახლეში საიდუმლო შეხვედრაზე უმასპინძლა. თქვენ ვერ იხილავთ ჩემგან აქ ვერანაირ კომენტარს. ჩემს პოზიციაზე ყოფნისას არ მაქვს უფლება გავაკეთო კომენტარი ან გავაკრიტიკო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები. მე ვარ ჩვენი ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირების გარანტორი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ემოციები, პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს თითოეული ადამიანი და მართლმსაჯულების შესაბამისი ფუნქციონირება. 70 წლის ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო, 1 თვის წინ სასამართლომ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს მიღებაში დამნაშავედ ცნო. სამშეკვრად დაფასოებული კოკაინის საქართველოში შემოტანის მცდელობას არფის საბაჟოზე დაკავებულ თურქეთის 30 წლის მოქალაქეს ნარკოტიკების სხეულის სკანირების დროს აღმოუჩინეს. ბრალდებულს იმედი ჰქონდა, რომ კოკაინს საქართველოში საცვლების საშუალებით უპრობლემოდ შემოიტანდა, თუმცა ნარკოტრანზიტის გეგმა ჩაუვარდა. ახლა ქართული გამოძიება დაადგენს ვისთვის და რა მიზნით მიჰქონდა 30 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ყავდა თუ არა თანამზრახველები. ახალგაზრდა მამაკაცი მებაჟე ოფიცრებმა საეჭოდ მაშინ მიიჩნიეს, როდესაც ის სკანერზე შემოწმებას გადიოდა.
საეჭო მგზავრი გაჩხდიკეს და აღმოჩნდა, რომ თურქეთის მოქალაქე საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით კოკაინის შემოტანას ცდილობდა. მებაჟე ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის 50 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა მიზნით შემოქონდა 30 წლის მამაკაც ნარკოტიკის საქართველოში და იყვნენ თუ არა დანაშაულში ჩართული სხვა პირებიც, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 30 წლის თურქეთის მოქალაქე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. რისი თქმა შემიძლია ამ ეტაპზე გახლავთ ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქნა დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე იყენებს დუმილის უფლებას. თურქეთის მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. 30 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით გრძელდება. რიცხვებით манипуляცია იმ ორგანიზაციისგან, რომლის მათემატიკური სიზუსტე 5 წლის წინ პარალელურმა დათვლამაც გამოაჩინა. სამართლიანი არჩევნები ამჯერად 25 საინფორმაციო სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მათგან 22-ს ქართული ოცნება ბიუჯეტიდან აფინანსებს. გამოცემები ამბობენ, რომ ისფედის დათვლილი მილიონები ისეთივე ყალბია, როგორც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები და არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთჯერადად ჩარიცხულ თანხად წარმოაჩინა 6 წლის განმავლობაში ფორმებული კონტრაქტები. სამართლიანი არჩევნების კვლევა თავად გახდა შესწავლის ობიექტი. მიზეზი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა. ისპედმა სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატარა და 20-ზე მეტი ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობა შეისწავლა. შედეგად ამტკიცებენ, რომ ყველა მათგანი პირდაპირ ან ირიბად მმართველ ძალასთანაა კავშირში. მათი საქმიანობისთვის კი ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. ხარჯების მიზნობრიობა კვლევაშიც კარგად ჩანს. ონლაინ მედია ორგანიზაციებს თანხა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებისთვის აქვთ მიღებული, თანაც არა მიმდინარე, არამედ ბოლო 6 წელიწადში. 2019-25 წლებში ქართულმა ოცნებამ ონლაინ მედიის 22 კომპანიას, ორგანიზაციას ჯამში 1.503.000 ლარი გადაუხადა. 2019-25 წლებში კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.300.000 ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები და სახელმწიფო ბიუჯეტები წარმოადგენდა. ეს არის თავდასხმა მედიაზე, ეს არის პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა. მედიაზე თავდასხმა დახიქვამს პრაიმ ტაიმის დამფუძნებელი ისფედის კვლევას. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სქემაზე ჩანს, რომ პრაიმ ტაიმი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მედიაა და მისთვის გადარიცხული თანხა 200.000 ლარს აჭარბებს. თაკობ ხაკაძის განცხადებით, ეს მონაცემები манипуляციურია და სამართლიანი არჩევნების შეგნებულად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს თანხა ერთჯერადად ჩარიცხული ანაზღაურება. რეალობა კი სულ სხვა და სულ სხვა ინტერესი ამოძრავებთ თავად კვლევის ავტორებსაც. ეს არის ტიპიური манипуляცია, იმიტომ რომ ცხრილი, რომელიც არის გამოქვეყნებული და პირველ ადგილზე არის პრაიმ ტაიმი და დიდი ასოებით აქვს მიწერილი 222.000 რაღაცა ლარი და მითითებული არის, რომ ეს არის შემდეგ ქვემოთ არის წვრილად მიწერილი, რომ ეს არის 6 წელზე. ეს არის წელიწადში 37.000, თვეში 3.000 ლარი. იმხელა პლატფორმა, როგორიც არის პრაიმ ტაიმი, რომელიც ტოპ-ჯიზე არის პირველ ან მეორე ადგილზე, თავისთავად ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის, სახელმწიფო იქნება თუ ოპოზიციური, საინტერესოა, რომ რეკლამა შემოიტანოს იქ. გინდა პოლიტიკური იყოს ეს რეკლამა, გინდა ბიზნესის, ხო? კიდევ ერთხელ ვსვავ კითხვას, რატო ბოლო 6 წელიწად? ძალიან მარტივი ამაზე პასუხი, ხო? 6 წელიწადში ეს თანხები ერთმანეთს რო ემატება, ბევრი გამოდის და რეალურად ეს არის თვეში 3.000 ლარი.
პრაიმ ტაიმის მსგავსად ისპედს მედიის წინააღმდეგ ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ სხვა ონლაინ სააგენტოებიც. ისინიც ფიქრობენ, რომ ბოლო 6 წლის მონაცემები შეგნებულადაა დაჯამებული, რადგან კვლევის ავტორებს ჯამურად მასშტაბური თანხის მიღება სურდათ. 6 წლიან ჭრილში დაჯამებულად მთლიანი შემოსავლების და სარეკლამო ბიუჯეტის დათვლა არ მიმაჩნია სწორად. ჩვენს ორგანიზაციას რა შეეხება, უამრავი თანამშრომლობა გქონია როგორც ბიზნესების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ხედავ. საინფორმაციო მომსახურების შეთავაზება ჩვენს მედია ორგანიზაციას აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. მე ეს ახლა იმდენად მიზერულია ჩვენი მედია ორგანიზაციისთვის, რომ მეცინება რომ რაზეა საერთოდ საუბარი და წარმოუდგენელია ახლა თან ისვედი რო აკეთებს ამ ეგრეთ წოდებულ კვლევას ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიული ნარატივების თანხვედრა მუშაობაში მე მგონი თავად ცივ ორგანიზაციაში რომ მოიკითხო, ნამდვილად არ იქნება ურიგო. სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგები მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია მართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ორგანიზაციის წარსულს იხსენებენ და ამბობენ, რომ ისფედი წლებია ყალბი ამბების შექმნითაა დაკავებული. ჩვენ გვახსოვს, რაც ისფედმა ჩაიდინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ხო ფაქტობრივად გააყალბა მონაცემები, რის საფუძველზეც რევოლუცია უნდა დაწყებულიყო საქართველოში. ახლა ეს ორგანიზაციას იგივენაირად манипуლებს ახლა მედიასთან მიმართებაში. ძალიან წვრილი შრიფტით ალბათ სადღაც უწერია, რომ ეს არ არის კვარტალური მონაცემები, ეს არის 6 წელზე მეტი ხნის მონაცემები. 2020 წელს პირდაპირ გააყალბა პარალელური ხმების დათვლა და შემდეგ მოუწიათ ამისი აღიარება. ეს არის რა თქმა უნდა თაღლითური ორგანიზაცია და მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ. კონტრაქტებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა პროექტების დაფინანსების კუთხით ხელისუფლება გამჭვირვალეა და კონკრეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს შეგნებულ სპეკულაციას უწოდებს. რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველა შეუძლია ნახოს, ხო? აქედან გამომდინარე, აქაც ახლა იმდენად იაფასიანია სპეკულაციები, რომ ფასე ვერ ექნება, ხო? მით უმეტეს მრავალწლიან დაფინანსებაზეა საუბარი და თანხებითაც დიდი შტაბეშლება ვერ მოახდენეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დანარჩენილი სპეკულაციები. სოციალური მედიის მონიტორინგმა ისფედის წინააღმდეგ იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე წარსულში არსებობდა. ორგანიზაციამ დღეს ყველა ბრალდება უპასუხოდ დატოვა. ხოლ თბილისი რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის ფორუმს უმასპინძლებს ღონისძიებას 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის, ხვალ დაგეგმილია 7 თემატური სესია, სადაც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მემართულებები, როგორებიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება და ენერგეტიკა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასშტაბური ღონისძიება 2 წელიწადში ერთხელ იმართება. საუბარი გვექნება ჩვენ სტუმრებთან ერთად ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის დაკავშირებული რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს როლზე ამ კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირდებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი ამოცანა ეს ფუნქცია ჩვენს ქვეყანას მაქსიმუმად აღუდგინოთ, ამისთვის ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ სამეზობლოს შემავალ ქვეყნებთან და ბუნებრივია ეს ფორუმიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს. ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის პანელური დისკუსია დაგეგმილი, ისევე როგორც გამოსვლები. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის როგორიც არის ანაკლიის ღრმაწვდომიანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და სხვა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ამავდროულად უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება შუა დერეფანში. აბრეშუმის ფორუმზე ჩამოსულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ შეხვედრა შედგა ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის, რა დროსაც ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მიგზე დაწერა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აღნიშნა, რომ ფაშინიანთან საუბარი ჰქონდა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა
შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას, აცხადებს ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას იმავე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანიც, რომელიც წერს, რომ განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებით. ძალიან ვაფასებს ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას, წერს სომხეთის პრემიერი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც რაშიდ მერედოვს. პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდა. მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის პირველ დიპლომატთან ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საომავლო პერსპექტივებზე. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორბელიანების სასახლიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარემაც შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და საომავლო პერსპექტივები განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა ასევე გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოში თურქმენ კოლეგას უმასპინძლოს. რაშიდ მერედოვი დღესვე ქართველ კოლეგასაც შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე, ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ-კულტურულ თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განცხადებები გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რომელიც ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს მეგობრული დამოკიდებულება, მეგობრული ურთიერთობა და ეს არის საუკეთესო საფუძველი, რომ ეს ისტორია, ეს ურთიერთობების ეს ისტორია დაედოს საფუძვლად კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების და პარტნიორული კავშირების. წელს უკვე განხორციელდა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. მაღალი დონის შეხვედრები კი ბუნებრივია ბიძგს აძლევს უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას ქვეყნებს შორის. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის. ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქართველ კოლეგასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესწრაფვით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის. მე მინდა ხაზი გაუსვა თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინა ორ ვიზიტს. ეს არის გამოხატულება თუ რა დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მიმართ. მე მინდა ვისაუბრო პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთგანწყობაზეც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა თურქმენეთში და ეს იყო ნიშანი ურთიერთობის გაძლიერების. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და თურქმენეთის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულ მხარეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე. ისრაელში ვიზიტად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დღეს ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან ერთად საპოლიციო დანაყოფებს ეწვია. მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად იერუსალიმის საოლქო სამთავრო შტაბის, სახანძრო სამაშველო სამსახურის შტაბ-ბინას, ასევე ისრაელის პოლიციის ელიტური დანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გეკა გელაძემ იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. საპატიო ადგილი მსოფლიოს საუკეთესო 3-ში და პირველი ადგილი ევრაზიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რომელიც 2013-2030 წლების რეალურ და მსყიდველ უნარიან ეკონომიკურ კეთილდღეობას სწავლობს, საქართველოს რეალური ეკონომიკა 1,18%-ით იზრდება. ამავე მონაცემებით 1,000 მსყიდველ უნარიან ეკონომიკის ზრდის ტემპი 2013-2025 წლებში გასამაგდება და $31,000 გადააჭარბებს.
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებია, სადაც ასახულია 2030 წლამდე მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი. მონაცემების მიხედვით 2013-2030 წლებში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. ევრაზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. ეკონომიკური კეთილდღეობა იზრდება ერთსულ მოსახლეზე რეალური და მსხვიდველუნარიანი ეკონომიკის დონით, რაც შეეხება პროგრესს 2012 წლის შემდგომ პერიოდში, ანუ რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, 2013-30 წლების პროგნოზის მიხედვით, ისტორიული შეფასებით და პროგნოზით, საქართველოს ერთსულ მოსახლეზე რეალური და მსხვიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით პროგრესის ზრდის ტემპით არის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში. სავალუტო ფონდის შეფასებით 2024-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე 18.7%-ით იზრდება და ამ ტემპით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2024-30 წლებში გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე 52.5%-ია, ცხოვრების რეალური ხარისხი კი 75%-ით უმჯობესდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას 1.6-ჯერ გადააჭარბებს. აღნიშნული შედეგები და პროგნოზები ეფუძნება იმ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რასაც საქართველოს მთავრობა უკვე წლებია გეგმაზომიერად ახორციელებს და აღნიშნულს მხარს უჭერს ის ინფრასტრუქტურული პროექტები და კაპიტალური ხარჯების მაღალი წილი მთლიან შიდა პროდუქტთან, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია. ეკონომიკის ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის სანდოობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა პირდაპირ კავშირშია იმ საინვესტიციო გარემოსთან, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ეს ორგანიზაციები ძალიან ფრთხილი არიან მათ შეფასებაში. ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უდგებიან ასეთი პროგნოზების გაკეთებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ახალი პროგნოზი პირიქით ზრდის მიმართულებითაა საქართველოსთან მიმართებაში. სავსებით მოსალოდნელია ის რეალური ტენდენცია, რაც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში, რომ შენარჩუნდეს მომდგენო 5-6 წლის განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია გაცილებით მაღალი ტემპებით, ვიდრე საშუალოდ გლობალური მასშტაბით და ვიდრე ჩვენ სამეზობლოში. მოსახლეობის ერთზულზე წარმოებული პროდუქციით, როგორც ოფიციალური კურსით, ისე ყიდულებით უნარიანობის პარიტეტით, ექნება საშუალება სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ მაღალგანათლებული ქვეყნების რიგში მოსახვედრად. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით იზრდება. ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.7% გახდება და გადააჭარბებს 10.000 ამერიკულ დოლარს. 2030 წელს კი პროგნოზირებულია 13.500 დოლარზე მეტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. ღვინის სამშობლო და 8000 წლიანი უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები ქართული ღვინის მიმართ ევროპის კონტინენტზე ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყნის ინტერესი იზრდება. დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტრადიციული და ევროპული წესით დაყენებული ღვინის გასაცნობად სომელიებისა და იმპორტიორების 12 კაციანი ჯგუფია ჩამოსული. თეთრი ვარდისფერი, ქარვისფერი და წითელი ღვინოები ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან ბრიტანულმა სპეციალისტებმა საბოლოო ჯამში ათობით კომპანიის წარმოებული პროდუქცია შეაფასეს. მრავალსაუკუნოვანი ღვინოების დეგუსტაციას თან ახლდა იმ კულინარიული შედევრების დაგამიβუნებაც, რომლებიც ასევე არაერთ საუკუნეს ითვლის. ცნობილი სომელიების ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ექსპორტის გაზრდას ისახავს მიზნად. მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. ქართული ღვინის იმპორტი დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო გაიზრდება. ხვანჭკარა, ციცკა, ცოლიკოური, კრახუნა, რაჭული თეთრი, თავკვერი და შავკაპიტო. ბრიტანელი მეღვინეები რაჭაში, იმერეთსა და ქართლში ღვინის მრავალფეროვნებას, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და კულტურას გაეცნენ. სამი რეგიონი, განსხვავებული კლიმატი და გამორჩეული გემოები მსოფლიოს წამყვანი სომელიებისა და იმპორტიორების ყურადღების ცენტრშია. მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდა. დასავლეთ საქართველოს ღვინოები გამორჩეულია სიმსუბუქით, რასაც დადებითად ვაფასებთ. მათ აქვთ ბევრი კაშკაშა არომატი და ისინი მშვენიერი კონტრაპუნქტია აღმოსავლეთის უფრო მრავალფეროვანი ღვინოებისთვის. ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო იქნება ძალიან ძლიერ პოზიციაზე. ეს ღვინოები სრულყოფილია. ქართული სტუმართმოყვარეობა წარმოუდგენელია. დეგუსტაციაზე სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი ღვინო დავაგემოვნეთ. ასევე შევხვდით მეღვინეებსა და მევენახეებს. ფიქრობ, ის რაც ევროპისთვის უჩვეულოა, არის ის, რასაც ქარვისფერ ღვინოს ვუწოდებთ. ქვეყანა განსაცვიფრებელია, კლიმატი საოცარი, ეს ყველაფერი შთამბეჭდავი იყო.
what you call amber wine. რეგიონული ტურის გარდა ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. მოსპინძლეთ ბრიტანელ ღვინის მასტერებს, გავასწინჯეთ 10-მდე ღვინის სახეობა, როგორც მშრალი, ასევე ნახევრად ტკბილი, მოვისმინეთ მათგან ძალიან კარგი შეფასებები, რაც ჩვენ დაგვეხმარება სამომავლოდ გავითვალისწინოთ და შექმნათ უნიკალური და დახვეწილი ახალი ღვინოები. დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გასაზრდელად ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Swirl Wine Group-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიების ფარგლებში საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა. ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჯგუფს დიდი ბრიტანეთიდან, სომელიები, ღვინის მწერლები, ასევე ბაიერები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ადგილზე აგემოვნებენ ღვინოებს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნიშნავს პოტენციურ კონტრაქტებს ექსპორტის ზრდას ამ ქვეყნის მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს დეგუსტაცია და სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ასეთი იყო დღევანდელი დღე 21 ოქტომბერი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი 2 ეთერ შეფების ლიგა განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვამდე გემშვიდობით ნახვამდის.